გავსინჯოთ ცოცხალი კრავები და ზღვის ყურძენი. გავაგრძელოთ ჩინური მაიმუნოების გასინჯვა. პირველს გავსინჯოთ ცოცხალ დამარინადებულ კრაბებს თუ კიბორჩხალებს, რაღაც ეგეთი. შეხედეთ როგორ გამოიყურება. ან მთლიანი პატარა კიბორჩხალებია. გავსინჯოთ. ძალიან ცხარეა, ოღონდ სიცხარის გარდა კიდე სიტყვა ძალიან კარგად იგრძნობა, იმიტომ რომ ტკბილ ცხარი соуსში არის, რაშუნა არის და ეგრევე გამომშრალი და რაღაც ეგეთი თევზის გემო აქვს. დიდად ცუდი არაფერი არ არის, მეგონა უფრო ცუდი იქნება. გამომშრალი ლუდის მოსაყოლებელი რაღაც თევზის გემო აქვს. შემდეგი იქნება ზღვის ყურძენი. ძალიან დიდი ხანი სხვათა შორის ვეძებდი და არ მეგონა რომ ბათუმში ვიპოვი მაგას. ესე იგი, ამას მომზადება სჭირდება, იმიტომ რომ აი ეგეთ პატარა შეფუთვაში არის და თუ არ გინახიათ აქამდე, ახლა შოქში იქნებით, როგორი გახდება მომზადების მერე. მომზადებ და მოვალ. მომზადება ძალიან ადვილია, დაგჭირდება უბრალოდ ოთახის ტემპერატურის მე უბრალოდ კრანიდან დავასხი წყალი, 500 მლ აქ როგორც წერია და ერთი შეფუთვა ზღვის ყურძნის. შეხედეთ როგორია? დიდად გემრიელად და საინტერესოდ არ გამოიყურებათ. ნახეთ ახლა რა მოუვა წყალში როცა დავამატებ. ეხლა უნდა დაველოდოთ 2-3 წუთი წყალში, სანამ თვითონ გადიდდება. აი ეგეთი გახდა, როცა 5 წუთი იდო წყალში, მართლა ნამდვილ ყურძას დაემსგავსა. სუნით, ზღვის სუნი აზდის, იმიტომ რომ წყალმცენარეა მაინც და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება გემოზე, იმიტომ რომ ძალიან საყვარლად გამოიყურება. ესე იგი ვსინჯავთ ზღვის ყურძენს პირველად ცხოვრებაში, ცოტა მეშინია. იმიტომ რომ არ ვიცი, მეშინია. კაი, გავსინჯოთ. მარილიანია, რადგან ახლა მარილიანი წყალში იდო, სანამ მე დავამატეთ სხვა წყალი. არაფრის გემო არ აქვს. ზღვის გემო აქვს მარტო, აი მარილიანი წყლის ზღვის გემო. კიდე ფიქრობ, რომ გემრიელი იქნება სხვადასხვა соусებით. აი მაგალითად, სოიას соусში უფრო მარილიანი იქნება, ან ცხარის соусში, მაგრამ სალათებისთვის ძალიან მაგარია ჩემი აზრით. საინტერესო სტრუქტურა აქვს ძალიან. არ დაგავიწყდეს გამოიწერო ჩემი არხი იმისთვის, რომ გავსინჯოთ ყველაფერი.